მამისა და დადისა და სულისა თბილისა და ყვაიდან ეცება პეტრე ბაბურის მარხვა პეტრე მოციქულს მოციქულთა თავი მაგრამ მიუხედავად ამისა სამჯერ ვარ მომენტი და რა მოხდა ეს იმიტომ რომ პეტრე მოციქული ეუბნება პასუხი მეშენო არათუს არქეოლოგია მაგრამ რაღაც ანგარებით გაუთო სიყვარულით მაგრამ მეტროდე ნახავ საკუთარი ადამიანური ძალების იმედი ჰქონდა ღვთის მადლი მოაშორა და ღვთის მადლის გარეშე კიდე შიშის გამო სამჯერ უაღო ქრისტე. არის კიდე პავლე მოციქული თადარი პეტრე და პავლე მოციქულთა მარხვა. პავლე მოციქული კიდე ვინეო ქრისტიანებს კლავდა ფიზიკურად და გახდება მოციქულთა თავი. ეს კიდე ჩვენი სიმაგალითია. ზოგში მეზობელი ზოგს ფიზიკური დაშავების გამო ზოგს ევოკავშირი ზოგს ინტერესო ქვეყანაში გაციხოთინება განონებული და ზოგ ქვეყანაში უკავშირდება სულ შეიყვანოს. მაგრამ ერთი ადამიანის უძუდეს ვერ გადაჭების შანსიდან ამოუჩნდა მომიტევე როგორც მეუდევი. როგორც განიკითხა ესე განიკითხება. და მეტუმეტე ზერები უძურს საძახო ჯიჯოხეთში და მე თამოსეს სიყვარულის ნიჭმარა ეს ცურნა რო სიყვარული გადაგარჩენს არა საკმარისი შენში უნდა იყოს მადლი თუ მადლი არა შეიძლება მოგას კომისიების მაგალითი რომ ჩვენ ვიყავით პროლეტარები როცა რუსეთის ქვეშევა საქართველოს რას გვასწავლიდნენ ჩვენ მუშაყავი ვიყავით და ის საზღარი იყო კაპიტალისტები ამერიკელები ხა კაპიტალისტები ფულჯამთ და რას ხედავთ რომ კაპიტალიზმის დროს ახდება ერთეულების ხელში ხდება ფული და უმრავლესობა არის გადაღებული და მაგრამ რატომ არა ქართული ადამიანი ჩვენ აღარ საქართველოს ვლაპარაკობთ კაპიტალიზმის პირობებში მაგრამ რატომ არა იმაში გარბიან ევროკავშირში ქართველები იმიტომ რომ იქ უმუშევარს მეტი აქვს მუშას მაგრამ ერთის უნდა ვთქვათ რომ ეს შრომის მოყვარეობის გამო მოხდა ეს თუ იქ უმუშევარს მეტი აქვს მუშას და ეგ მუშა ისე იბეგრება რომ მე უსაქმნები ჭამენ და უსაქმე პენსიებს იძლევიან და სხვები როგორც კი ცუდად მოუმატებენ დაბეღრას რა ხდება იმ ადგილებზე სხვა პროცესებს ისვიან ესე იგი ამით სიტყვა მინდა რომ ერთი დღეობაში არიან მაგრამ თუ რაღაცა მიზეზის გამო ესე იგი იმის გამო რომ მოუმატეს მაგალითად დაბეღრა ხო მატერიალურის გამო ესე იგი მიდიან რაზეც მედიცინა ხო ადამიანია ესე იგი იმდენად პროდუქტებიან რომ ადამიანს იმედებენ მოსაკლავად ეს რატო ხდება იმიტომ რომ მადლი არ არის ვერც კეთილდღეობანი შორის მატერიალური და ვერც ლაპარაკის სიყვარულზე 30 წელია სიყვარულზე ლაპარაკობენ საქართველოში ოპოზიცია და ქართული ვეჭირდება საქართველოში რატომ ენით ადულია სიყვარულზე ლაპარაკება გულით თუ არ იქნება გულით არც არ იქნება კეთილდღეობა რატო იმიტომ რომ იმას ქვია ეგოიზმის გამო ყველაფერი მოხსა მეტმა სხვა აი პატარა ტერიტორია გვაქვს მაგრამ აი ვიზა წყალი ზოგან წყალი სანაპიროა და სალე მაგრამ რა გვაქვს სიყვარული და სიყვარულის ნიჭი მოხსეს მეტმა და განკითხვა არ არის სიყვარული და მას მეტი კიდე ასმასწავლის სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებების გამო განკითხვა და მოღალატეებსაც ეძახიან ერთმანეთს და ეს რატო ხდება იმიტომ რომ მადლი არა ასე იყო ისე კომუნისტების დროს ითესებოდა სიძულვილი დასავლეთის მტრებისადმი ახლა ითესება სიძულვის ჩრდილოეთ მეზობლისადმი იმიტომ რომ რუსეთისადმი იმიტომ რომ ტერიტორიული მთლიანობა დაღუპულია მათ მიერ აშუაშია რუსი ხალხი რუსული ენა აშუაში არა ხშირად მომბობენ ორი ბომბით ხილოსი მანდაგასაკში მშვიდობიან ქალაქებში ჩამოვაგდო ამერიკამ ატომური ბომბები მაგრამ აშუაში არა რუსული ენა ამერიკელი ხალხი ამას ქვია პოლიტიკა ქრისტიანობა კიდე რა არის წმინდა გიორგია მაგალითი მოსულობდა იმებისთვის ისაც ქვია დიოკლეტიანე მიზამოხდა ასელესული ქრისტიანი და ამ წმინდა გიორგის თოსვით მიგახდება ეს ფაშისტი კაცი ხდება პარტიის თანამშრომელი მებარე წმინდა ინოსოსვით
მეფემელიანი ირანის ფარსიკაცი მიგახდება ქრისტიანული იოსინას თორცეთ კებრიან ჯადოქარი მეტინჯენ გახდება მთელ მოწამე ღმერთმა მოუწეს სიყვარულის ნიჭი და ღმერთმა უთხრა ადამს და ევას თუ შეჯამთო აგზავნო ხისო მოგდებითო მაგრამ ფიზიკურად კი არ მოგდენ სულით მოგდენ ასევე ის ვის გულშიც მეტი არა სული მადლი არ არის მადლი ის არის მტარი რამდენია მაზიარებელია და ზოს რუსეთი ზოგს ევროკავშირი არასწორი ხოცნების გამო და ესე იგი ეზიარები მაგრამ მადლი არ როგორ შეიძლება სიძული იქონდეს და მეტი იყო შენში შეუძლებელია ის და შეიძლება მოყავს გიგოპირატის მაგალითი რომ შეეწირა ეროვნებით ებრაელს არა მათქმედებას ასეთი ადამიანი როცა მადლია ადამიანში და თუ გვაკლია და თუ ვართ სიზულეში მერცხოთ სიყვარულის ნიჭი რომელიც გადაგვარჩენს და რაც შეეხება ჩვენ მონასტერს ცირვებია ორი შაბათი, ოთხ შაბათი, ხუთ შაბათი, შაბათი კვირა, ყოველდღე და საათის ნახევარზე. აქ მე ხშირად გავდივარ ქალაქში და ვიღაცა მოდის, გონია რომ კუნალი ვარ და მე ვარ მიდის დამწუხრებული და მე კი არა ვარ კუნალი, აქ შეძგა და კიდე არის 4 მდელი. თუ მოყვა და ჩემაცის სოფელი ნორიო დაების მონასტერი. თუ მოყვა მონასტერში უნდა თქვოთ მოძღვარს გადაიხადოს მამა ანტონის პარაგისი. მამა ანტონი კიდევ ვინა ღიაცის ქვეშ იყო 15 წელიწადი და თან აქ როგორი ზამთარია -15 -20 ასეთი წმინდანი არის ჩვენ მონასტერში და იმის მეოხებით არ ხდება ჯანმრთელობა და თუ მოყვა დაგათხოვეთ მამა ანტონის პირადადაც მოძღვარის თუნცა იყოს ვთხოვოთ აკვარ მე-93 წლიდან ვთხოვოთ მამა ანტონი მეწევა მაგრამ აღსარება ზიარება ყველაფერზე მედია პარაგიზეს 7 ზეთის ხებაზე და ყველაფერზე იმიტომ რომ აღსარება ზიარებით ხშირი აღსარება ზიარებით იქნება ადამიანი გამოყვანებისა და ამბატანებისაგან ჯანმრთელობა მოგეცემა წმინდანის მეოხებით მაგრამ ამბატანება და გამოყვანება იძლევა აღსარება ზიარების საიდუმლოთი და ეს რწმენა მოგვცეს ღმერთმა, იმიტომ რომ ქართველების 90% მოწინებება და აღსარებას ზიარება ესმის მარტო 30%. ყველაზე მეტი რასტება ნამისაზე ერთი არის ნავთობა, მეორე არის აღსარებას ზიარება და მის საშუალება მადლობა ამას რომ გვაქვს. იმიტომ რომ უკრაინაში ბევრი მდელი დააკვირდეს ტაძრებში აწვევდნენ კონცერტებს. და ეს რატო ხდება, იმიტომ რომ წოდისებული ბოლოდებაში წერს. ჩვენ თანაც გაზდა იყოს